ჩინეთი არც ამას უშინდება. 2021 წლის მარტის დასაწყისში ფილიპინების სადაო ტერიტორიასთან 200-ზე მეტი ჩინური თევზჭერის გემი შენიშნეს, რომლებიც სულაც არ ეწეოდნენ თევზჭერას. მათმა მუდმივმა ყოფნამ გააჩინა ეჭვი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩინეთის დაზვერვის მცდელობა და მორიგი კუნძულის მშენებლობის წინაპირობა. გასული წლის ივნისში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაპირისპირება მკვეთრად გამწვავდა, როცა ერთ-ერთი კუნძულისაკენ მიმავალ ფილიპინების სამხედრო საბარგო ხომალდს გზა ჩინეთის სანაპირო დაცვამ გადაუკეტა. ჩინეთის სანაპირო დაცვის წევრები კი, როგორც კადრებში ჩანს, ფილიპინელებს ცულებითა და დანა ჩაქუჩებით ემუქრებოდნენ. მსგავსი შემთხვევა 2025 წლის ოქტომბერშიც განმეორდა. ფილიპინების ინფორმაციით, ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდები ფილიპინელებით დასახლებულ თიტუს კუნძულის მახლობლად გაჩერებულ გემს შეეჯახნენ. მანილამ პეკინი აგრესიული და დაუშვებელი ქმედებების გამო დაგმოდა, განაცხადა, რომ ინციდენტი მოხდა ფილიპინების სუვერენულ ტერიტორიულ წყლებში. პეკინმა კი ბრალდებები უარყო და თავად მანილა გამოაცხადა მომხდარის პროვოკატორად. მაგრამ რას აკეთებს ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება? მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის.